საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ 2024 წლის ბოლო საინფორმაციო გამოშვების სტუმარი გახლავთ საპატიო ქუთაისელი და ცნობილი მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე. ბატონო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ 31-ში ამ დროს დრო და გვეწვიეთ გადაცემაში სტუმრად. ისე თხოვე ჩემო თამუნადი რა არ შემიძლია უარი რომ მეთქვა. ამიტომ მოვედი თქვენთან და მოგილოცოთ დამდეგი სანამდე შემოვიდეს და ასე ვთქვათ, ხვალინდელი ახალი წელი შემოგვიყვანს. ბედნიერება, სიკეთე, სიხარული, რაც თავი მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში და საერთოდ ჩვენთანაც, იმიტომ კი არ ასია საჭირო, იმიტომ მშვიდობა არის ყველაზე თავარი. კი ბატონო. ადრე ბავშვობაში მახსოვს მშვიდობის სადგერძელოს ამბობდნენ და ეს გურულების მოგონილი არისო და ფიქრობდი რა მშვიდობა, ის მშვიდობა რა. იმდენი რამე გამოვიარე, მშვიდობა ნამდვილად უფლისწყალობა და მშვიდობა არ მოგვიშალოს თვით იესო ქრისტე. იდება უფალს. ამი. მე მინდა გთხოვოთ შეაფასოთ, როგორი იყო ზოგადად 2024 წელი. კარგი წელი იყო, ცუდი წელი იყო, მძიმე წელი იყო, სასიხარულო ამბები მოყვა ამ პირიქით. თქვენთვის როგორი იყო, თქვენი შეფასებით? როგორ გითხრა ახლა, რაც იყო, იყო. კარგიც იყო, ცუდიც იყო, შფოთიანი წელიწადიც იყო, დაძაბულები ვიყავით, ადამიანები ცოტა უცნაურები გავხდით. ისკიხდით. ტელევიზიაში ვარ ბატონო თებურდა. დადგმული სცენა არ გეგონოთ ნამდვილად ხდება ასე. და თქვენთან გამოვალ აუცილებლად. ხო, კარგი. 9 საათზე ვიქნები თქვენთან. როცა ასეთი სტუმარი ყავს, მოდის გიხდი, ახლა სულ არ მითიქია რომ დამირეკავდა. ხო, სად ვიყავი? სად ვიყავით და ქუთაისში ვართ და ვაფასებთ 2024 წელს. რა ვიცი, უკეთესი მინდა რომ ყოფილიყო, მაგრამ უკეთესის იმედი, ვა, მოდის. გავთიშოთ ბატონო, თორე. ვეღარ გავთიში, ახლა ვეღარ გავთიში. ქვეყნისთვის როგორი იყო 2024 წელი? რთული წელიწადი იყო, თავისთავად დაძაბული, ურთიერთ რაღაც გამომრიცხველი, თუ გამორიცხავი ისეთი სიტუაციები იყო, ადამიანები. მე ყველაზე გადამდები არის ეს ცუდი იქიდან აქედან ყოველთვის ცუდია, როდესაც ადამიანები ასე გაიყოფიან. ეს ადრეც მახსოვს, შევარდნაძეს, ვიადისტები, ესენი და საშინელება ღმერთმა გვარიდოს რაღაცა ასეთი ცუდი დრო ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანები ჩვენი იმედით ცხოვრობ, ხვალინდელი დღის იმედით ცხოვრობ, რომ ხვალ უკეთესი იქნება და ღმერთმაც კნას, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს და ხვალინდელი წელი უკეთესი და უკეთესი ყოფილიყოს. აი როგორც მიგიღი, მიგვიხარია ერთმანეთთან ყოფნა, მიხარია შენი ყოფნა ამ ქვეყანაზე. ხო, არის ადამიანები ასე და გვიყვარს სიყვარული სიყვარული აღვამაღლებს ვითეჟვანი ამაჟღერენ, ხო? ვიყვარდეს ერთმანეთთან. რაღაცა მოლაპარაკება ხო შეიძლება რაღაცა ისეთი ის. ხო. თქვენთან ახლა ხართ რომ მოხდეს მოლაპარაკება და ასე დაალაგდეს მდგომარეობა. რა თქმა უნდა, დალაგება მინდა, იმიტომ რომ სულ შფოთში და იმაში დაძაბული სტრესი არის და სტრესი ანადგურებს ყველაფერს შემოკარგო. თქვენ როგორც ქუთაისზე შეყვარებული ადამიანი. დიახ. როგორ შეაფასებდით 2024 წელს? როგორი წელი იყო ჩვენი ქალაქისთვის? თლად ისე ვერ გეტყვი ახლა რაღაცა, იმიტომ რომ მეტი გინდოდათ. მეტი გინდა ყოველთვის ადამიანს საერთოდ მაქსიმალისტები ვართ ადამიანები და ხანდახან გვინდა უცებ ყველაფერი, მაგრამ მე ახლა ასაკში რომ შევედი, უკვე ვიცი რომ თლად ერთბაშად არ იქნება, მირჩევნია ნელ-ნელა და სტაბილურად. თეატრისთვის როგორი იყო ეს წელი? თეატრისთვის ვფიქრობ იყო საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ გუში გქონდა გენერალური რეპეტიცია. ეს სპექტაკლი ასე თქვა ჩაბარება იყო და საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა, ძალიან საინტერესო სპექტაკლი. მთელი დასი ვართ, მონაწილეები ვართ, ყველანი მთლიანად, გარდა მაგისა ბავშვები არის, ზაფარი არის, არაჩვეულებრივი სცენოგრაფია, მუსიკა, რეჟისურა, მსახიობები სხვანაირად წარმოჩინდნენ და სასიამოვნოა გუშინ ახლა ძალიან ისე სასიამოვნო დღე გქონდა ნამდვილად და
ვაპირებ ჩვენ ამას 4-ში ვითამაშოთ. 4 იანვარს. გესტუმრებით აუცილებლად. მანამდე მინდა გთხოვოთ, აი მე სახალისო კურიოზი რომ გაიხსენოთ. ახალი წელია, დგება, ახალი წელი მოდის და სხვადასხვა რა არის? მე თვითონ კურიოზები, ჩემ კურიოზებზე სხვებიყვებიან და მე სხვისი კურიოზები მოგვიყევით. რა ვიცი. მე მაგალითად გაივლის დრო და მოვყვები იმის თაობაზე, რომ თქვენთან ერთად კურიოზი შემემხვთვა, როცა ბატონი ავთანდილ სახამბერიძე მყავდა სტუდიაში, ტელეფონი დარჩა ჩართული და რამდენიმეჯერ ბატონმა ავთომ პირდაპირ ეთერში უპასუხა ზარს თქო მოვყვები და თქვენ სხვისი კურიოზები გაიხსენეთ. რა ვიცი, ვერ ვყვები შემოკარგო თანამუნდა, იმიტომ რომ არ მახსენდება ახლა გულწრფელად ახლა რაღაცა შევთხსა და მოვიგონო არ მიყვარს, იმიტომ რომ ხანდახან მე ვცდილობ რომ ლამაზად მოყვე ის კურიოზები და მაშინ არ გამოდის ის ცინცხალი როგორც ანეკდოტი, დაბადებული ანეკდოტი, უფრო ცინცხალია და სასიამოვნოა, ვიდრე მე რო ყვებიან ხოლმე და ალამაზებენ რაღაც კარგით, მაშინ ის მითხარით, ადრე უფრო გიხაროდათ ახალი წლის შეხვედრა თუ ახლა. რომელს უფრო მეტი ტრადიციული ელფერი ქონდა, რომელი უფრო ძვირფასი იყო, მაშინდელი თუ თანამედროვე? თავისთავად ცხადია ის ადრინდელი უფრო სხვანაირი იყო თავისთავად. აი რით იყო განსხვავებული? რა ვიცი, ყველაფრით, ურთიერთობით, დამოკიდებულებით, ახლაც ადამიანები ვქნით იმას, რომ რაღაც სხვანაირი, აი ის აქედან წამოღებული სიყვარული მივანიჭოთ ადამიანებს ახლა სუფრაზე ვარ დაპატიჟებული გამოგვიარევა ახლა რომ დამირეკა და სადახარ ამდენ ხანსო რაღაცა იმიტომ რომ ერთმანეთს რაღაცა პატია ნათელი სიხარული რომ მივანიჭოთ ეს არის საჭიროა ჩვენთვისაც არის და იმათვისაც გავათფოთ ერთმანეთის გულები ჩემო კარგო გავათფოთ ადრე თოვლიც იყო ახალ წელს. თოვლიც იყო, გუნდაობაც იყო, სპექტაკლი გვაქვს, მაგ თოვლი მოდის და ბავშვები გუნდაობენ და ჩვენც ხალისობ. ძალიან კარგი ისეთი ახლა სპექტაკლზე ვარ მაინც ისეთი. აშიტირებული ხო, აშიტირებული. ხო, რა გითხრა, მაგრამ ახლაც ოჯახშიდაც ვცდილობ რომ სიხალისე მარტო ჩემთვის ოჯახის წევრებისთვის რაღაცას მსადება შეუქმნათ სასწავლო ემოციები რომ განათებული რო არის რაღაცა გიხარია მომწონს ეს ქალაქში განათება არაჩვენ რომ მიდიხარ და რაღაც სხვა სამყაროში გონია თავისთავად ცხადია ეს საჭირო ადამიანებისთვის იმიტომ რომ სულ ჩხუბი სულის არ მინდა ხარ ვიმეორებ იმ სიტყვებს რა ცუდია ცუდ განწყობილება ზედგები და მე ახლა მსახიობი რო ვარ ვიცი განწყობის თეორია ახლა უზნაძილი და ყოველთვის ვცდილობ რომ განწყობა შევიქნა განწყობა შეიძლება არ არსებულიყო მაგრამ უნდა შეიქმნა ადამიანმა განწყობა იმიტომ რომ წელსაც იქნებით თოვლის ბაბუა არა რატო რაღაც არის მომენტები რაღაცა კი არ დავიღალე რაღაცნაირად არ მინდოდა. მაშინ ვისარგებლებს ახალწლო ეთერით და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ყურში მეკითხებიან თუ იქნება ბატონი ავთო წელს თოვლის ბაბუა ჩვენს და გვასაჩუქროთო გაგიწმილებთ იმედებს წელს არ იქნება ბატონი ავთანდილი თოვლის ბაბუა. სამაგერ თოვლის ბაბუასავით ვარ წვერით, ყაბალახი მაკლია ერთი და ჩოხა. რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ხალხს 2025 წელს? უსურვებ სიკეთეს, სიყვარულს, ბედნიერებას, ერთმანეთის სიხარულების გაზიარებას, მშვიდობა, რაც მთავარია, უფლისწყალობას და ღვთისმშობელი ასე მგონია რომ დაგვიფარავს ყოველგვარი ავითვალისაგან, პოროტისაგან და სიკეთეს, სიხარული და აი მე უშინდელი სპექტაკლი და როგორ ულოცავთ შობას ასეთი სპექტაკლი როგორ ულოცავთ რა ღირსეულად ვიხარია ბავშვებთან ასეთი დღესასწაული იყოს ხოლმე ჩვენთან ხშირად ამინ გისმინოთ ხმეთმა ვერ გაგიშვებთ ბატონო ავთანდილ სტუდიიდან ისე თქვენი ერთი რომელიმე საყვარელი ლექსი ამ საახალწლოდ რომ არ გვაჩუქოთ და არ წაგვიკითხოთ ხო მე ახლა შენ დამიეკე წინასწარ არ მომზადებულ ვარ ასე რომ რაიმე რა წავიკითხო იმიტომ რომ წინასწარ რო ვინმე ვემზადები ხოლმე იქ მე აღარ გამომდის ისე იგი რაც უფრო იმპროვიზირებულად გავაკეთებ გამახსენდება მე მგონი შოთანიშნიანის ასეთი ლექსი აქვს მე მიყვარს ეს ლექსი არ და ფუძის ანგელოზო
ჭერის ანგელოსო, ყავთა დაგელოცოს, ფუძე დაგელოცოს. დიდი იმედები, დიდი სიყვარული ისევ გაიმეტე, როგორც იმეტებდი. ხოლო სნეულება შიშ და მწუხარებას ჩვენთან მოექნება მორაწეულება. მზე ჩამომარდნე რძიან ბუდკოებად, მზე შინა და გარეთ, მზე და მკვდროება. ძალიან დიდი მადლობა. არა, მოდი ერთად გიკითხავ კიდევ. კი ბატონო, ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ. დროს ხوار იმავშობ. ხო, უფალო შეგვიწყალე. უფალო შეგვიწყალე. ცოდვილნიც დიდების პატარებიც. ვაიმე ქართველები შევიცვალეთ. ბევრი ვარ ტახტრევანით და კისრით ატარები. შინაურ გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ, ჩქარობენ ერთმანეთი გადათელო. უფალო დაიფარე გოდოლი ბაბილონის ვულკანზე შემდგარი საქართველო. უფალო შეაჩვენე აშმაკის მოსყიდული. ამრავლი აძლიერე გმირები ჭეშმარიტი. უფალო შეგვიწყალე. დიდებიც პატარებიც. არც ისე პატარაა ჩვენი საქართველო. არც ისე საწყალია და ხელით ატარები. მადლობთ. რაღაცა გამორჩე, იმით დავაბოკლე რაღაცა და შეიძლება რაღაც თათი, მაგრამ ეს ჩემი განწყობა არის ჩემო ძირფასო და უფალს კი ბატონო, სანამ დაგემშვიდობებით გითხარით, რას უსურვებთ ჩვენს ხალხს? სიკეთეს, სიხარულს, რა ვთქვა, ბედნიერებას, სიძლიერეს, ერთმანეთის გათბობას, ახსოვართ, აი გათბეს, ურთიერთობები გათბეს. და ეჭვის თვალით უყურებთ ადამიანები ერთმანეთს. მე ახლა ვერ ვამბობ, ეჭვის თვალით და რაღაც ის ამისია, ის იმისია, ეს იმისია, ის ჩემიანია, ჩემიანი თუ არ არის, ის უარყო. არა, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, თავისი დამოკიდებულება აქვს და შეგვეძლოს, როგორც მე და შენ საუბრობთ ახლა, ხო? ხო? საუბრობ, შენ ან ღებულობ, ან არ ღებულობ, მაგრამ არ მლანცხავ. კი ბატონო. არ გლანცხავ. მართლა მიყვარხარ თამუნდა როდიდან მახსოვხარ და ურთიერთობა და ერთ ქუჩაზე და რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, მე ძალიან მიყვარხართ. ძალიან მიყვარხარ. სიტყვა მეღრება გულში, როცა თქვენ ხედავთ. მიყვარხარ ძლიერ, რაც გადის დრო და ჟამი. ეს სიყვარული არის უზენაესი გზნობა, ეს ღმერთისგან ბოძებული, ეს ღმერთისგან ნაკარნახევი. გეშლაპარაკო? არის სასიამოვნო საუბრო. მოდი, დაგლოცავ, ჩემო ძირფასებო, ბედნიერი წელი გაგითენოთ ღმერთმა, ბედნიერების, სიკეთის, დოულათის, ბარაქის, სიზულზე გამარჯვების წელი ყოფილიყოს ეს. ამინ.